მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. ჩემი სტუმარია ექიმი გასტროენტეროლოგი ზაქარია როჭიკაშვილი. ჩვენი გადაცემა იწერება ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულავში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50, 593 30 02 33. მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ დღეს ბატონი ზაქარია პირდაპირ ფაქტიურად საპროცედუროდან გამოვიყვანეთ, იმიტომ არის ცოტა დაღლილიც და ფორმაც ესეთი აცია. ბატონ ზაქარია არ შეიძლებოდა აი ამ მომენტისთვის არ ჩამევლო ხელი და არ მესარგებლა იმითი, რომ თქვენ ჩამეწერეთ დღეს. ამიტომაც ჩემს მაყურებელს ბოდიში მოვხდით, ცოტა ესეთი ექსპრომტად მიდის ჩვენი გადაცემა, ასე ვთქვათ. საქმე იმაშია ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, რომ დღეს ჩვენი კლინიკის ისტორიაში კიდევ ერთი ძალიან ღირსშესანიშნავი ფურცელი ჩაიწერა. კლინიკა, რომელიც სულ 2 წლისაა და რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო რამ აქვს გაკეთებული. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამის მოწმე გავხდით. ჩვენ კლინიკაში ჩატარდა პირველი ბრონქოსკოპიური პროცედურა, რომელსაც უფრო დეტალურად ბატონი ზაქარია გესაუბრებათ. მე კი შეგახსენებთ, რომ ეს არის ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაპი. გადაცემა გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. მისი განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღის განმავლობაში, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის PKTV-ის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვთ. შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideoG PKTV-ის გვერდის live რეჟიმი. ბატონ ზაქარია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გულოცავთ ამ პატარა წარმატებას. მართალია თქვენ ცოტა მეწინააღმდეგებოდით ჩაწერისთვის. საქმე იმაში, რომ ბატონი ზაქარიისთვის ეს პროცედურა არ ვიცით რიგით მე რამდენია, უბრალოდ კლინიკის ისტორიაში ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და ამიტომ შევეცადე, რომ არ გამეშვა შანსი და არ მესარგებლა აი ამ სიტუაციით და არ გამეკეთებინა ეს სასიხარულო ინფორმაცია, არ მიმეწოდებინა ჩვენი მაყურებლებისათვის. მოგესალმებით ბატონ ზაქარია კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ლიზი, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს შევძელით რა დღეს ჩატარდა პირველი ბრონქოსკოპია, დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია ჩვენს კლინიკაში და ამითი ენდოსკოპიური კვლევების სრული ასორტიმენტი შეივსო. კერძოდ აქამდე თუ ყველაზე ხშირად ტარდებოდა გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ლარინგოსკოპიები, დღეს უკვე ყავდა პაციენტი ფილტვის პათოლოგიით და ჩატარდა ფიბრობრონქოსკოპია ბიოპსიით. ხო. ბრონქოსკოპიური კვლევა პულმონოლოგიაში და განსაკუთრებით ონკოპულმონოლოგიაში არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევის მეთოდი და როგორც სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით, ასევე სამკურნალო თვალსაზრისითაც ბრონქოსკოპიები ტარდება სხვა კლინიკებში. ეს არ ახალი რომ მაინც ჩვენთან კეთდება და ეს იმიტომ ბევრ კლინიკაში კეთდება, მაგრამ ჩვენთვის საამაყოდ ჩვენთანაც კეთდება უკვე. ხო, ბრონქოსკოპია არის დრეკადი ენდოსკოპებით ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერების მეთოდია. ინფორმატიულია ძალიან ეს პროცედურა და რაც მთავარია, გვაძლევს დაუშვათ სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას ავიღოთ ბიოფტატები უშუალოდ ცენტრალური მდებარეობის სიმსივნეებიდან. ამ მეთოდით სამკურნალო მანიპულაციების ჩატარებაც შეიძლება, მაგალითად ბრონქოალვეოლური ლავაჟების კეთება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმური სინდრომი, მათთვის ეს გამაჯანსაღებელია ხოლმე. შესაძლებელია ამონარეცხი წყლების აღება ბრონქებიდან, შემდგომი დათესვით ან ბაქტერიოლოგიაზე, ან მორფოლოგიაზე, ან ციტოლოგიურ კვლევაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ისევე როგორც გასტროენტეროლოგიაში გასტროსკოპები და კოლონოსკოპები წამყვანი
კვლევის მეთოდებია, ასეთივე კვლევის მეთოდს წარმოადგენს პულმონოლოგიაში ბრონქოსკოპიული კვლევები. მანიპულაცია საკმაოდ საპასუხისმგებლო მანიპულაციაა. ტექნიკურად რამდენადმე რთულია ვიდრე გასტროსკოპია ან თუნდაც ლარინგოსკოპია. თუმცა არც ისე და არც კოლონოსკოპია, არც გასტროსკოპია და სხვა პასუხისმგებლობასგან თავისუფალი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით ბრონქოსკოპიების დროს გარკვეული წესების დაცვა არის საჭირო, რომ კვლევა ჩატარდეს უსაფრთხოდ. იმიტომ რომ ტრახეისა და ბრონქების შიგნითა ზედაპირი ძალიან გრძნობიარია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის სწრაფი უკმარისობა, შეიძლება ბიფურკაციასთან მოხდეს ესეთი შეხებით ხანდახან არის ხოლმე, ალბათ იცით თქვენ, რომ მანდვე გადის ვაგუსი და შეიძლება ვაგუსური უეცარი გულის გაჩერებაც კი მივიღოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გართულებები დღევანდელ ენდოსკოპიაში ფაქტიურად არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ექიმები, რომლებიც ენდოსკოპიურ კვლევებს ატარებენ, საქართველოში საკმაოდ გამოცდილები არიან და ამ ყველა მეთოდს იცავენ. ჩვენთან ეს კვლევის ეს მეთოდი ტარდება ჩემს მიერ ჯერჯერობით მხოლოდ, იმიტომ რომ ამ კვლევის ამ მეთოდს მე ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრიდან ვფლობ. იმიტომ დავაკონკრეტე, რომ ეს თქვენი პროფესიული ჩვენ ეგრე ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ენდოსკოპისტები ფაქტურად ვიყავით სრული ენდოსკოპისტები, აბსოლუტურად ყველა ენდოსკოპიურ კვლევის მეთოდს და ენდოსკოპიური მანიპულაციების ყველა მეთოდს ჩვენ ვფლობდით სხვებზე ადრე. თუ იყვნენ სხვა კლინიკებში მარტო გასტროსკოპისტები, ბრონხოსკოპისტები, კოლონოსკოპისტები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ის 4-ეული, რომელიც ჩვენ იქ მუშაობდით წლების განმავლობაში, მაგალითად 17 წელი გამომივიდა ენდოსკოპიაში მუშაობის 93 წლიდან 2011 წლამდე ფაქტიურად მე ამ აპარატებთან იქ გავიცანე აპარატები და იქ როგორ გითხრათ, დავხელოვდი. კი ბატონო. მოკლედ გელით ჩვენი კლინიკა ამ კვლევის მსურველებს ეს კვლევები ესე პაციენტის სურვილით როგორც დავუშვათ მოვა პაციენტი და მე გასტროსკოპია მინდა გამიკეთოთ ესე არ ხდება. მას უნდა კონდეს გარკვეული ჩვენება, კიდევ მეორე საკმაოდ რთული კვლევაა და ის უნდა იყოს კაცრად ექიმის მიერ დანიშნული, პულმონოლოგის, ან ონკოპულმონოლოგის მიერ დანიშნული. ესო პაციენტმა თვითონ დაინიშნოს ეს კვლევა ეგეთი არ არის. თქვენ ბატონო ზაქარი ძალიან საინტერესო თავისებურება თქვით ენდოსკოპიური კვლევის, რომ ზოგი სხვა კვლევისგან განსხვავებით ეს არის არა მარტო ვიზუალიზაციის საშუალება, არამედ საშუალებას გაძლევთ აიღოთ ბიომასალა შემდგომი კვლევისთვის და ზოგ შემთხვევაში არის განკურნების საშუალება. ხო, რეკანალიზაციები შეგვიძლია ვაწარმოოთ კვლევის ამ მეთოდით და ის უკვე კვლევა არ არის, უკვე სამკურნალო მანიპულაციაა და პოლიპების მოკვეთა შეგვიძლია ლორწოვანები და შეიძლება ძალიან ბევრი გვინახავს ჩვენი კლინიკის პრაქტიკაში. კი ბატონო, ძალიან ხშირად მქონია მე მაგალითად, მაგრამ ეს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ჩირქროვების გახსნის საკმაოდ სარისკოა აბსედირებული პნევმონიის მკურნალობა ენდოსკოპიური ლავაჟებით ეს საკმაოდ ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ბრონქის სიახლოვეს მდებარეობის ხო კერის შესაძლებელი ხდება. რა თქმა უნდა. ძირითადად უფრო როცა ხდება ხოლმე აბსცესის თვითგახსნა ბრონქში, მერე უნდა ჩაერთოს აქ უფრო უპრიანია, შემდგომ ჩაერთოს უკვე გამორეცხებით ჩვენი მეთოდიკა და სულ განკურნებამდე
ბატონ ზაქარია, ერთი საინტერესო დეტალია კიდე თქვენ საუბრობდით, რომ მეთოდი უფრო რთულია, ვიდრე დავუშვათ ტექნიკურად. რამდენად რთულია პაციენტისთვის და რა კეთდება იმისთვის, რომ მას უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას? მე გეტყვით ერთ რამეს, თუ ანესთეზია გაკეთდა სრულყოფილად. ანესთეზიის გაკეთება, ანესთეზიაზეა დამოკიდებული როგორ ფლობს ექიმი ანესთეზიის კეთებას. კეთდება ანესთეზია ლიდოკაინის ხსნარით და თანდათანობით ეტაპობრივად ხდება ლიდოკაინის ხსნარის შეყვანა ქვედა და ქვედა სართულებზე და ზუსტად ეს არის მისი მეთოდის სირთულეც, რომ ანესთეზია უნდა გაკეთდეს, კარგად უნდა იცოდე ანესთეზია როგორ გაკეთდეს, იმიტომ რომ ჯერ თუ არ არის კარგად ყიაში ანესთეზია, ის აუცილებლად სპაზმს მოგცემს და მთელი კვლევა უნდა ჩატარდეს ხელებაში. პაციენტებს ახლა რო აუხსნათ ამაყურებელს ფაქტიურად პროცედურის დროს შეშვათ სისტემაში. ტკივნეული აბსოლუტურად არ არის ეს. თუ კარგი ანესთეზია გვაქვს, შეიძლება სულ რამდენიმე წამოხელება ქონდეს მთელი კვლევის განმავლობაში პაციენტს. რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა, აი კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით? გააჩნია. დაახლოებით 15 წუთამდე, 10 წუთიდან 15 თავისი ანესთეზიის წარმოებით და იმიტომ რომ იქ ბევრი რაც ვიზუალური დათვალიერება ამდენი ხანი, მაგრამ ეხლა თუ მანიპულაცია ჩასატარებელი, ბიოპსია, ასაღები, ამ ბიოპსიას ახლავს ხოლმე ხანდახან სისხლის გამოჟონვაც, უნდა შეფასდეს ეს სისხლჟონვა რა ხარისხის არის და ანებო პაციენტს თავი თუ რაღაც მოახერხო. ჩვეულებრივ ბატონ ზაქარია, პაციენტების ნეგატიური განწყობა ბრონქოსკოპიიდან არის, ბრონქოსკოპიისადმი არის წარსული გამოცდილების გადმონაშთი ხოლმე, ხო? ეს როდესაც საკმაოდ რიგიდული იყო ბრონქოსკოპიით, საკმაოდ კი არა რიგიდული, რკინის ბრონქოსკოპებით ხდებოდა ხოლმე. და ალბათ თვითონ ბრონქოსკოპისტის სხვადასხვა ეხლაც გამოიყენება და უნდა გამოიყენებოდეს წესით, თავისუფლად ძალიან ხშირად არის ბრონქებში შესუნთქული კვლევი საგნების მოხვედრა. გამიგეთ და აი ამ ექსტრაქციას უკეთესად აკეთებს საერთოდ დრეგადი ბრონქოსკოპი, რა თქმა უნდა, ის ნარკოზის ქვეშ უნდა გაკეთდეს, იმას ვერ გაუძლებს ადამიანი მჯდომარე მდგომარეობაში და გონზე. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემა, ცოტა ხნის წინ Facebook-ი იყო აჭრელებული ინფორმაციით, როცა თბილისში ერთ ვეტერინარულ კლინიკაში ჩატარდა მსგავსი პროცედურა, როგორც ვეტერინარმა ჩაატარა, შინაურ თაღზე ჩატარდა. იმ შემთხვევაში ასპირირებული იყო რაღაცა ესეთი ძალიან მსუბუქი ბუშტი. ჩვენ პრაქტიკაში მე მქონია მაგალითად. განსაკუთრებით ბავშვებში. მე მქონია თაღზე გასტროსკოპიის ჩატარება და უცხო სხეულის ამოღება. როტვეილერი იყო სხვა შორის, თანგული გვისკდება და არ გაეღვიცა. სხეულზე რადგან ვსაუბრობთ, რამდენადაც ვიცი, ენდოსკოპები ამბობენ, რომ უფრო დიამეტრის სიდიდე არ კლავს ადამიანს, როცა ლეტალურად გება, არამედ სპაზმი, რომელიც ვითარდება რამდენად. რა თქმა უნდა, დიამეტრის სიდიდე რა, ახლა ბრონქოსკოპის დაცობით არ კვდება, ასე და სპაზმის გამო ხდება ეს ასე. სპაზმი ვითარდება, ტოტალური სპაზმი და ის გუდავს რამე ადამიანს. ანალოგიური თევზის მხრით დახრჩობაც იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა, როცა სანატური რი არის. პრაქტიკაში ჩვენ გქონია ეს შემთხვევა ადამიანს ძალიან დიდი ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ სუფრაზე დაახველა და ეს ქათმის ცვალი მოხდა ენისებურ წილში. რომ ამ ხელებამ გადაუარა მე დროთა განმავლობაში და სულ დაავიწყდა ეს და მე დაჩირკდა ენისებური წილი. მოხდა მისი აფსედი, რომ სიცხე სეფსის წავიდა და ობოლეს კაც გადარჩა, იმიტომ რომ სხვა კლინიკაში იწვა იწვას სხვა დიაგნოზით. და ჩვენ მაშინ დაგვიძახეს ხოლმე სანაციისთვის კლინიკაში, რეანიმაციაში უკვე. არც ახსოვდათ ხო ეს პაციენტი? არც პაციენტს ახსოვდა და პაციენტის მეუღლემ გაიხსენა, როდესაც ეს ცვალი ამოვიღეთ. გაიხსენა მე 3 თუ 4 თვის წინ
სუფრაზე უცბად აუწყდა გაცვლება, იმდენად ცუდად გახდა, რომ სახლში წამოვიდნენ, აღარ გაჩერდეს. და მე გაიარავ და ახლა ეგეთი ამბავი. კი ბატონო, ეს რაც შეეხება უცხო სხეულებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კლინიკაში დღეს რაც ჩატარდა, ეს იყო პაციენტი პოტენციურად ონკოდიაგნოზი იყო, ხო, ეჭირო? კი, აქ ეს პაციენტი სხვა ქალაქში ცხოვრობს, იქ ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე აღმოჩნდა ჭრილი და გამოგვიგზავნეს ჩვენ დასათვალიერებლად და დისემინირებული პროცესი. ორივე ფილდშია პროცესი MTS-ები და უბრალოდ იმისთვის, რომ ქიმიოთერაპია სწორად წარიმართოს, ამისთვის გვჭირდება მასალა და ბიოპსიისთვის იქნა გამოგზავნილი. კი ბატონო, ეს ის შემთხვევა ბატონო ზაქარი, როცა ჩვენ როგორც თქვენ ვზანეთ ვიზუალიზაციის გარდა, ჩვენ აქ ბიომასალაც ავიღეთ და როცა სხვა მეთოდი ამის საშუალებას, იგივე ტომოგრამა არის. კი, ტომოგრამა როგორ მოგცემთ მაგის საშუალებას. და ეს გაცილებით ნაკლებად ინვაზიური და ტრაუმული, ვიდრე ის ოპერაციები, რომლებიც შეიძლება ასევე ჩატარებული იყო და დავუშვათ სხვა. ხო, რა თქმა უნდა. ზოგადად ბიოპტატის აღება ძალიან ისეთი საჭიროა. ყოველთვის ბიოპსიის აღება განსაკუთრებით რამდენადაც ჩვენ პაციენტებს უმარტოდ ბატონო ზაქარია ყოველთვის ონკოლოგიური საფრთხიდან გამომდინარე პაციენტისთვის კი ძალიან ის არის ხოლმე მძიმე ამის გაგება როცა თქვენ ეუბნებით რომ მასალა იგზავნება დაუშვათ ხო მორფოლოგიურ კვლევაზე რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის ონკოლოგიური ასე ვთქვათ სიფრთხილის დაცვით ხომ რა თქმა უნდა ოფლა შემთხვევა როცა და კიდევ იმას გეტყვით რომ პაციენტმა ჩემი საზრით ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ალბათ დავფიქრობ რომ სწორი აზრია პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი დაავადების შესახებ ზოგი გამეთანხმება ზოგი არ გამეთანხმება მაგრამ მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უფლება ადამიანის ჩვენ ხო ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობთ. ყველაზე ერთ-ერთი დიდი და მთავარი უფლება ადამიანისა არის ის, რომ მან იცოდეს ყველაფერი თავისი ჯანმრთელობის შესახებ და მერე მას ვისაც სურვილი აქვს, მას ეტყვის. კი ბატონო. და ეს განსაკუთრებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ეს პაციენტის გადასაწყვეტია ვის გააგებინოს კიდე. საქართველოში უკუღმა ხდებოდა ყოველთვის. ყველამ ყველაფერი იცოდა, პაციენტმა არ იცოდა. ხო. და იკარგებოდა ყველაზე ძვირფასი დრო. რა თქმა უნდა, იქ მოდუნებული არ იყო. კიდე ერთ ამასაც გეტყვით, რომ დაავადების პირველივე სტადიიდან ყველა პაციენტმა იცის რა ჭირს. ყველანაირი კვლევების გარეშე. ეს ჩემი ხანგრძლივი სტაჟის შედეგია, ონკოლოგიურში ბევრი მიმუშავე. მე მქონია რამდენჯერმე შეხვედრა რომ პაციენტის ახლობელი მოსულა წინასწარ ჩუმად და გუდგია რომ თუ რამე ნახეთ პაციენტს არ უთხრათ და კი ბატონო მოვა პაციენტი და გამიხმობს ქვერს და მეტყვის თუ რაღაცა მჭირს მე მითხარ და ნუ რა ვიცი ამათ მეტყვით ნუ ანერგიულებ აი რამდენად ორივე მხარე ხო თითქოს ერთმანეთს იცავენ და აი ამ დაცვის შემთხვევაში როდესაც ადამიანი ცუდად არის და უშუალოდ და უკვე ბოლო პერიოდებში უფრო მეტად ლოგინს მიეჯაჭვება პაციენტი ხო მასთან ნახელები ვინც მიდიან ყველა გაღიმებულია პაციენტიც უღიმის მათ და ერთმანეთს შორტებიან ის თავისთვის ნერვიულად და ეს ტრაგიკომიკული ძალიან ალბათ ეს პაციენტის უფლება სწორედ ამიტომ ჩვენ ვეუბნებით რომ ამას ჯობია რომ პაციენტმა იცოდეს რაც ჭირს განეწყოს ბრძოლისთვის და ამ ბრძოლისთვის განწყობაში დაეხმაროს ზუსტად ის ახლობელიც და ერთმანეთს არ ატყვილებდნენ კი ბატონო ესე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი რატო უნდა წავიდეს ტყუილებით ან თუნდაც ხო მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლოს პალიატივში რო ხდება ძირითადად პაციენტი
ხო ხდება უკვე ისთვისაც ხდება იქ. ყველა მიცის რა პალიატიური დახმარების განყოფილებები და ასე შემდეგ. ასე რომ თავარი ის კი არ არის იცოდეს თუ არ იცოდეს პაციენტმა. თავარი არის ის ექიმი როგორი როგორ შესთავაზებს და როგორ მიაწვდის ამას პაციენტს აი ამ მძიმე დიაგნოზს. ბატონ ზაქარია, თქვენი ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში გიწევდათ ალბათ ამ დიაგნოზის გაჟღერება პაციენტთან. საყოდურის ბევრჯერ მიმიღია, ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერმე მივიღე საყოდური ხელმძღვანელობისგან, რომ რატო უთხარი პაციენტს. აბა რა უნდა მეთქვა. ეს ალბათ საკმაოდ დიდ ხელოვნებას მოითხოვს, ასე ვთქვათ, ხომ არა? ხო, თუ ექიმს თავის იმედი არ აქვს, რომ მას შეუძლია რომ მან ის ხდება რომ პაციენტს ვერ განაწყობს ბრძოლისთვის და მომავლის ნაპერწკალს ვერ ჩაუსახავს, მაშინ ჯობია საერთოდ გაჩვენდეს. როგორი პაციენტიც არ უნდა იყოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პაციენტი. როგორ ბევრიც არ უნდა იცოდეს თავისი დიაგნოზის სიმძიმის შესახებ. ექიმიდან რო გამოდის გარკვეულწილად ის უნდა შვებით გამოდიოდეს რა. მე ცოტა შევესწარი ფაქტს, როცა ბატონ ზაქარიასთან მოვიდა სანახავად მისი ძალიან დიდი ხნის წინანდელი პაციენტი, რომელიც ფაქტიურად ასე ვთქვათ, ცუც სიტყვას ვიხმართ, მაგრამ გადადებული იყო, მაგრამ ბატონ ზაქარიას და კიდევ მისი კოლეგების ძალისხმევით ეს ადამიანი დღეს ძღვენით მოვიდა ჩვენთან მახსოვს ძალიან პოზიტიური ადამიანი. თავისი ხელით დაკრეფილი სოკოპოვით. ბატონ ზაქარია რამდენი წელია გასული იმ დიაგნოზით? 2012 წლიდან დღემდე. აქტიურია, სიცოცხლით სავსე, მოვიდა, ინახულა ბატონი ზაქარია, კიდე გაახალისა თავის ხელით მოკრეფილი რაღაც. თან ერთი ეპიზოდი არ ქონდა მას. დე. ორი სხვადასხვა სიმსივნის სხვადასხვა დროს და რამდენადაც ვიცი, ოპერირებულიც იყო და საკმაოდ მძიმე შემთხვევა იყო. ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ თქვენმა ძალისხმევამ, თქვენმა რა ვიცი, სწორმა მიდგომამ, სწორი გზის არჩევამ. კი ბატონო და პაციენტიც როგორ აკვათ მე, იმიტომ რომ თქვენ დააჯერეთ. რა თქმა უნდა და ეკინამე მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან დიდი ხელიურევია პაციენტების გამოჯანმრთელებაში. უფლის ხელიურევია. არც ერთმა ექიმმა არ თქვას, რომ მხოლოდ თავისი ცოდნით და თავისი და მედიკამენტებით დაამარცხებს თუნდაც უმნიშვნელო დაავადებას. ყველა უმნიშვნელო დაავადებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გართულებები. ამიტომ ჩვენ მეორენაირად ვეძახიან უფლის ხელებს. მისი ნება ჩვენი ხელით სრულდება, ასე თქვენ ექიმებიდან. არც ეს ძალიან ისეთი. თვითონ ხომ არ ჩამოვა და თვითონ არ გააკეთებს ოპერაციას, თვითონ არ გააკეთებს. ეს უფლის ნებით ხდება. პროფესიის არჩევაც და პროფესიაში წარმატებების მიღწევაშიც ძალიან დიდი წვლილი განგებას მიუძღვის. დღეს ამიტომაც იყო ძალიან ისეთი ჩემთვის პირადად ძალიან სასიხარულო ეს რაღაც ახალი ეტაპი ჩვენ კლინიკაში, ახალი ფურცელის გადასვლა, თუმცა მე კარგად ხვდები რომ თქვენ ბიოგრაფიაში ეს არ არის რაღაც სიახლე და მე კიდე იმედი მაქვს რომ ბევრი ახალი ამბები და ბევრი წარმატებები გველოდება წინ. იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ სწორად მოვიქცეთ. სწორად კანონის და უფლის წესების დაცვით ასე ვთქვათ. ვცდილობთ მაინც რაზე ალაპარაკეთ, ცოტა ისეთი ის გამომივიდა თამამი ნათქვამი, მაგრამ მე მგონია რომ ალბათ ესეც არის იმისი გამოძახილი, რომ ეს კლინიკა 2 წლის მანძილზე სულ უფრო ვითარდება. ფეხსეთკას ყავს უამრავი მაგლიერი პაციენტი. ყავს ძალიან ფართო წრე ექიმების, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. ნუ გვიპატარავებს წლოვანებას. 2 წელიწად ნახევარი. 2 წელიწად ნახევარი კი არა, ძალიან მარი 3 წლისაც გავხდებით, ხო მართალია და მეტისაც ვიქნებით, ბევრად მეტის გავხდებით და ბევრად მეც მივაღწევთ. და ჩვენ უკვე ძალიან კარგი გუნდი გვყავს, არა მარტო ჩვენთან მომუშავე ექიმების, არამედ ისინიც გვიგზავნიან პაციენტებს და აი თუნდაც ეს პაციენტის შემთხვევა, ხო?
ეს არის იყო კლინიკის ექიმი, რომელიც გვენდო გამოგვიგზავნა პაციენტი, იმიტომ რომ იცის ბატონი ზაქარიას გამოცდილების, რა ვიცი, ჩვენი კლინიკის შესახებ და ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ უკვე კოლაბორაციაა სხვა კლინიკებთან, ჩვენ ამის მოდელი ისედაც გვაქვს კლინიკაში. აქ საკმაოდ დიდი კონტინგენტი გადის ერთ-ერთი კლინიკის პაციენტების, რომლებიც ჩვენთან გადიან სხვადასხვა მოსახლეობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონო ზაქარია, რა გეგმები გვაქვს კიდე? ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს, ძალიან ამბიციური ნაბიჯები გვაქვს, გადადგმული, კაი გაგებით ამბიციური და მე იმედი მაქვს, რომ კი. გვაქვს. ცოტა სამეცნიერო სფეროშიც გადავიჭერეთ. სამეცნიერო სფეროშიც გადავიჭერეთ, ახლა სამეცნიერო სფეროს სამეცნიერებას და ესეთი დიდი განაცხადია და შეიძლება ზოგიერთისთვის ღიმილის მონგვრელიც, იმიტომ რომ ესეთ პატარა კლინიკებში, თავისი ტევადობით, ამბულატორიულ კლინიკებში მეცნიერება არ კეთდება საერთოდ. ძალიან რთულია. მასაც ნიჭით ბატონ ზაქარია ხანდახან დიდი მეცნიერება პატარა კაბინეტებში კეთდება და დიდ კვლევით ინსტიტუტებში არაფერი არ კეთდება ხანდახან. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი პროექტი დავიწყეთ და ვახორციელებთ ამ პროექტს და მე და თქვენ ქალბატონი, თქვენის დახმარებით და თქვენის ძალისხმევით ერთ ციგნი უკვე გამოუშვით და კაისისთვის მე ვფიქრობ შევძლებთ უკვე სხვა ნოზოლოგიაზე გასტროენტეროლოგიის მიმართულებით გავაკეთოთ კიდევ ერთი გზამკვლევი. შემდეგ წელიწადს კიდევ ერთი გავაკეთოთ. და ასე სხვადასხვა ნოზოლოგიებზე გზამკვლევები როდესაც გაკეთდება, ესეთი ამომწურავი როგორც ეს გაკეთდა. ეს ყველაფერი შეიძლება წიგნად აიკინწოს და გასტროენტეროლოგიის ერთი წიგნის ღირსი მაინც გახდეს საქართველოს. ზაქარიას დიდი ხნის ოცნებაა ის და არა მარტო ბატონი ზაქარიასი, რომ გაკეთდეს ფუნდამენტალური ნაშრომი ქართულ ენაზე, მეცნიერებაში, სამედიცინო მეცნიერებაში. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიქმნა, ჩვენ ხო ქართველები ვართ და საქართველო ქვია რა და ქართული არ არის ეს გუშინ და გუშინწინდელი ენა და არ არის ისეთი ხელსამოსაკრავი. ბევრად მეტი შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ ქართველ ექიმებს, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ ამას არ ვიყენებთ და არ გვაყენებინებენ თორე. ცოტაც მეზადმეტი ძალისხმევა რო გქონდეთ ჩემ კოლეგებსაც, სხვებსაც ალბათ უფრო კარგად გვექნებოდა საქმე დღეს მედიცინაში. და ცოტა მეტი ხელშეწყობა ჩვენ უფრო მეტი რომ მიშრომა ალბათ და უფრო მაგრამ არა უშავს ყველაფერი ჯობია ნელა-ნელა ერთი მასწავლებელი მყავდა და მე გვეუბნებოდა ყოველთვის სტუდენტებს რომ მედიცინა ისეთი დარგია რომ სწრაფად უნდა იმოქმედო მაგრამ ისე სწრაფადაც არა რომ ამ სისწრაფეში რაღაცა გამოგჩეს მოკლედ მედიცინა ის დარგია სადაც უნდა აკეთო ყველაფერი სწრაფად, ოღონდ ნელა. სამწუხაროდ ქართულ მედიცინაში იყო ეს ეპოქა, როცა ფუნდამენტალური ნაშრომებია შექმნილი და თქვენ და ჩემმა თაობამ იმაზე გავიზარდეთ იმ ნაშრომებზე და იმის მერე ბევრი მიმართულება მედიცინის ატომში. ამყვანი იყო ქართული მედიცინა მთელ საბჭოთა კავშირში. ამას სულ პასუხისმგებლობით ვიძახი და საბჭოთა მედიცინა კიდე მთელ მსოფლიოში იყო წამყვანი. თუნდაც იგივე ენდოსკოპიის ისტორია, რომელიც თქვენ გაქვთ მოყოლილი ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში. ხო, ენდოსკოპიის იდეა, ენდოსკოპიური აპარატების იდეა ფაქტიურად საქართველოს ჩამოყალიბდა და მაგრამ რატომღაც იაპონიელებმა ეს არის ინფორმაცია, რომელიც ახალგაზრდა თაობა ხო ინტერნეტში ყიდულობს, ყიდულობს კი იღებს ინფორმაციებს. არ იზრდება ბატონ ზაქარიას ინფორმაცია. მე სპეციალურად იმ გადაცემის მერე, ანუ ნახეთ, ახალგაზრდობა რომელიც მარი მაჩაბელის შესახებ ინფორმაცია იზრდება. იზრდება, მაგრამ ძალიან მწირი. აი დეტალები, რასაც თქვენ ყვებით, რაც შემორჩენილია თქვენს მეხსიერებაში და რაც სადმე იზრდება თათოგოცაძის მეთოდიკაზე ინფორმაცია შარდის ბუშტის სუბსტიტუციას. ალბათ ესეც არა, ბატონი დათა სამწუხაროდ დრო წავიდა და ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის დროს ქართულს ყველაფერს აჩუმათებდნენ და ყველანაირად ეს მასობრივ მედია საშუალებებში ძალიან იშვიათად თუ გაჟღერდებოდა ხოლმე. ქართველის მიღწევა ყოველთვის საბჭოთა კავშირის მიღწევა თითლებოდა. და
დღეს საბჭოთა კავშირის ფუნქცია იყო მთელმა მსოფლიო. და ყველაფერ ქართულს თვითონ იწერენ. განსაკუთრებით ჩვენი ამიერკავკასიელი მეზობლებს შევიათ ეს ძალიან კარგად. ესეა. ძალიან კარგია ბატონ ზაქარია, რომ ესეთი ოპტიმისტები ვართ და ვაკეთებთ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში და რა ვიცი, არ ხმაურობთ. რომანტიკოსები. არ ვიცი, ხო, არ ხმაურობთ, მაგრამ ვცდილობთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოახსენოთ ჩვენს მაყურებელს, მათი თითეული მოწერილი, თითეული კომენტარი ჩვენ ძალიან დიდ იმედს გვაძლევს და ძალიან დიდ ინსპირაციას გვაძლევს თაგონებას, რომ შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ და განვითარდეთ. მადლობა ყველას და პირველ რიგში მადლობა თქვენ ბატონ ზაქარია, რომ შექმნით კლინიკა. მე არ ვიტყოდი რომ მარტო კლინიკა, რაღაც საზოგადოება, სადაც ისე თანაბარ უფლებიანი ვართ ყველანი და ყველა შეგვიძლია ერთად შექმნათ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტალური იმის მიხედვით ვისის რესურსი გვაქვს და ისი სურვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არც ერთი აზრი, არც ერთი იდეა დაკარგული არ იქნება ჩემი თანამშრომლობის მიერ გამოთქმული არც ერთი აზრი, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი რამ უთხრა ჩვენ მაყურებლებს, რომ თუ კიდევ რამე ახალი დავნერგეთ, პირველად თქვენ გაიგებთ შემოძვებას. კი ბატონო, მოგზანდით ჩვენთან, როცა თქვენ გაქვთ პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ და არა მარტო, იმიტომ რომ კლინიკა გასტროენტეროლოგიურია, მაგრამ მულტიპროფილური გუნდი ყავს, ჩვენ ძალიან ბევრ დაავადებას სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით, უმკლავდებით წარმატებით. რაც შეეხება ენდოსკოპიურ კვლევებს, კლინიკაში ტარდება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ძალიან დიდი კომფორტით. ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, აი რაღაც მეთოდი, რომელიც ღირს რომ სხვადასხვა ადამიანის კომენტარის გამო თავი დავეშინოთ და არ გამოვიყენოთ და არ ჩავიტაროთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენგან წასული პაციენტები არ არიან არასოდეს უკმაყოფილოები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგზანდით, გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ჩვენ ვიზივნებთ თქვენზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. თქვენ მადლობა. თქვენ და მადლობა ჩვენს მაყურებელს. მადლობთ.